გამარჯობათ მეთანეებო, დღევანდელი ვიდეოთი ჩვენ უნდა ვცადოთ საკისრების შეცვლა Rick Hinderer full track მოდელზე და მინდათ განახოთ ეს პროცესი როგორ ხდება, რა გავითვალისწინოთ, ბოლოს ცენტრი როგორ დავიჭიროთ დანაზე და საერთოდ რატომ შევცვალოთ საკისრები. ეს გახლავთ Skiff workshop-ის საკისრები, აი მათი სარეკლამო პამფლეტი. Online შეგიძლიათ აი ესეთი ძალზედ მაღალ ხარისხიანი კერამიკული საკისრები გამოიწეროთ ნებისმიერ დანისთვის, თუ იცით ზომა, დიამეტრი, ასე შემდეგ. და შემდეგ შევცვალოთ ორიგინალი, რაც აყენია დანებზე. სამწუხაროდ უმეტესწილად საკეთს დანებზე ისეთ ბრენდებზე, როგორიც Hinderer-ია და თუნდაც Marfionne, რომელიც წინა ვიდეოებში custom ხელნაკეთ Marfionne-ზე მქონდა საუბარი, ან ტეფლონის პლასმასის ჩარჩოში მოყვება ეს კერამიკული საკისრები, ან უბრალოდ ძალიან თხელი 1 მმ-იან ჩარჩოში ის. დავიწყოთ ამ დანის დაშლა. Full track-ის ერთი პლუსი ის არის, რომ თავისი ინსტრუმენტი ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი VHS ინსტრუმენტი, მაგრამ აქ ამ დანას გააჩნია ესეთი თავისი პატარა ინსტრუმენტი, რომელითაც შეგვიძლია დაუშვათ ყველა ჭანჭი. გახედოთ ამ high-end ძვირად ღირებულ ქარხნულ დანაზე მოყვება ასეთი საკისრები. ჩარჩოში ძალიან თხელი მეტალი, მილიმეტრზე თხელი სისქის და ასეთი საკისრები გვაქვს, რომელიც ჯიბეში თუ ატარებთ ამ დანას ძალიან ბევრ ნაგავს და ტვერს იზიდავს, ხშირად გასაწმენდი მოგიწევთ გაწმენდა. ამ დანის პლუსი ის არის, რომ tri-way pivot სისტემი აქვს, ანუ შეგვიძლია საკისრების მაგივრად ან ტეფლონის პლასმასის, ან ჩვეულებრივ მეტალის შაიბებზე, ძალიყურებზე დავაყენოთ ეს დანა. ეხლა მე ვაპირებ Skiff workshop-ის custom ასეთი მაღალ ხარისხიანი საკისრების დაყენებას ამ დანაზე. სამწუხაროა, რომ ისეთი მწარმოებლები, როგორიც Rick Hinderer-ია, თუნდაც წინა ვიდეოში Tony Marfionne-ს ძალიან ძვირად ღირებულ custom-ზე კაპიკებს ზოგავენ და ტეფლონის ან ჩვეულებრივ ძალიან თხელ აი ამ დაგვარ საკისრებს იყენებენ. Marfionne-მ ასეთიც ღირსიც არ ჩაგთვალა და პირდაპირ პლასმასები მოქცა. და თუ კერამიკა იყო ის ბურთები, ამაზეც დიდი ეჭვი მაქვს. ხოლო ეს არის უკვე Skiff custom shop-ის საკისრები. ამ წარმოებლებს ნამდვილად უღირთის $15 დახარჯონ, ვიდრე ჩვენ შევხტენონ ეს ხარჯიც, მაგრამ სამწუხაროა ჩვენ გვიწევს ამის გაკეთება და ეხლა ავაწყოთ დანა, გამოვცვალოთ ეს ყველაფერი. დანა საკმაოდ სუფთა მდგომარეობაშია. APL Z-ი თვითოწვეთი საკმარისი იქნება. ჩავდოთ საკისარი, ზუსტად მოერგო ერთი. დავაბზრიალოთ. შემდეგ უკვე დანა გაშლილ მდგომარეობაში და მეორე მხარესაც წესთან უნდა გადმოვარდეს. შვენიერი, ძალიან მარტივად ჩავსვით ეს ყველაფერი და შეეხლა ყველაზე მთავარი რაც არის დანებზე, ცენტრის დაჭერა და უკან აწყობა. თვითონ ამ ჭანჭიკის გაზეთვაც მინდა, რომ შემდეგში უფრო მარტივად ამოვიდეს, ლოქტაიც არ წავუსმევ, რადგან ეს საკმარისი სიგრძე აქვს ამას.
და აი ესე ავაწყოთ. ბოლომდე არ დაუჭიროთ, რადგან ჩვენ ახლა უნდა დავიჭიროთ ცენტრი. და ამას ეხლავე განახებთ, როგორ ხდება ნებისმიერ დანაზე საუკეთესო ცენტრის დაჭერა. ეხლა ჩვენ დაუჭირეთ ეს დაახლოებით 70% არ გადაუჭირეთ ბოლომდე, რადგან ეხლა უნდა დავიკავოთ ცენტრი. ცენტრის დაკავება ხდება შემდეგნაირად, ვიღებთ ნებისმიერ კარდონის ქაღალდს, დანის პირის ბოლო ჩავდით ამ კარდონის ქაღალდში და ჩავკეცოთ დანა დაახლოებით აი ესეთ პოზიციაში, ბოლომდე ჩავსვათ ფოლადი და უკვე როგორც კი ცენტრს დავაფიქსირებთ ამით, გადაუჭიროთ ბოლომდე 1, 2 და სუსუბოლოს პივოტი. თავარი ჭანჭიკი, რადგან ამით ხდება რეგულირება გახსნა დაკეცვის, თუ უფრო ასე ვთქვათ, ძიმე გვინდა თუ უფრო ლაითი, მაგით ვარეგულირებთ ყველაფერს. ჰინდერერის დანის ასე ვთქვათ, გამხსნელი ხელსაწყო მოყვება და გადაუჭიროთ ბოლომდე. ძალიან მაგრა არ დაუჭიროთ, აი მივიყვანებ ბოლომდე, გადაჭერას არ ვცდილობ. ძალის დატანებას არ გირჩევთ, მივიდა ბოლომდე, ოდნავ დავაწექით და ეგ არის. საბოლოო ვაფიქსირებთ პივოტს თავარს, რითგანაც უნდა გავაკონტროლოთ, თუ როგორი მოგწონს მექანიზმი, როგორ უნდა მუშაობდეს და შევამოწმოთ საბოლოოდ. შვენიერია. შვენიერი. ნამდვილად ძალიან კარგად ხარისხი ეგრევე იგრძნობა. ძალიან მარტივად იკეტება დანა, შეიძლება ოდნავ უფროც გადაუჭირო, რადგან არა, მე მგონი არ საჭიროებს არანაირ გადაჭერას. შვენიერი. და ამით მორჩით ჩვენ სკიფ მაღალხარისხიანი და ეს თავისი ხელსაწყოთ სკიფ მაღალხარისხიანი კერამიკული საკისრების დაყენებას და ჩავანაცვლეთ აი ეს ორი ქარხნული ნაგავს ვერ ვუწოდებდი, მაგრამ ძალიან დაბალხარისხიანს. ნაგავი მარფიონეს ქასტომ ძვირადღირებულ ქასტომებზე აყენია პლასმასის, ტეფლონის ჩარჩოში ჩამჯდარი საკისრები. ეს ოდნავ უფრო უკეთესია, მაგრამ საბოლოოდ მაინც ნაგავია.